სერიოზული საკითხია, რაზეც დღეს ვსაუბრობ და პირველად ვსაუბრობ ხოთშურის მამებთან ამ საკითხზე. ყველაზე შოკის მომგვრელი რაც ყოფილა ჩემთვის. ყველაზე შოკის მომგვრელი. როდესაც აი ესეთი რაღაც მოვისმინე, რომ ძალიან პატარა იყო და თავზარი დაეცა იმ ბავშვს, მაგრამ ამ ბავშვისთვის ეს იყო ნორმალი. ამას ეგონა. მოზარდისთვის დამახასიათებელი მოჭარბებული სექსუალობა. ეს ნორმალური, ტიპიური განვითარების მახასიათებელია. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ონლაინ სექსუალური ძალადობა. ყველა პედოფილი არ არის სექსუალურად მოძალადე, ისევე როგორც ყველა სექსუალურად მოძალადე არ არის პედოფილი. ძალიან კარგად შესწავლილი აქვს ბავშვის ასაკობრივი თავისებურება. მანიპულაციით ცდილობენ ბავშვთან დაახლოებას და ზოგჯერ არის აი ესეთი ქცევი. რას ვასწავლეთ ბავშვებს? დაუჯერე უფროს ნუ ეპასუხები. როგორი დამღუპელი შეიძლება ეს აღმოჩნდეს? პირიქით ბავშვს უნდა აასწავლო, რომ არა თქვი. არ გინდა რაღაცის თქვი, არა. თქვენ ქალს ვერ იპოვით. ქალს ვერ იპოვით, თუმცა სექსუალური შევიწროება არ განუცდი. როგორ ამოიცნო? რომ ბავშვს მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე, რომ ბავშვს აქვს ტრამბული გამოცდილება. ხალხო, მაია, ცოტა რთული კითხვაა ჩემთვის, მაგრამ მაინც უნდა დასვა. მშობლისგან, მამისგან თუ ყოფილა ძალადობა შვილებში? ძალიან ბევრი. მამინაცვლისგან არა, აი ბიოლოგიური მამისგან. ბიოლოგიური. სექსუალური ძალადობა. კი, ბატონო. ზედმეტად მძიმე თემა ვირჩიეთ ხოლმე. ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან აუცილებელი. ხო, იმოქმედა ძალიან.